და დროა მაყურებელს ჩვენი პროგრამის მთავარი თემა წარუდგინოთ, როგორც გითხარით, დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიწყო ახალი პროექტი, რომლის სახელწოდებაა პროფესიული გადამზადება, გაძლიერება. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მზრუნველობა მოკლებული მოზარდების და მათი მშობლების პროფესიულ გადამზადებას. ამ თემაზე ვნახოთ ახლა ანა მეზრუშვილის სიუჟეტი, რომლის შემდეგ უკვე სტუმართან ერთად დაგიბრუნდებით. ამგზის გავლად 16 წლის შალვას უკვე 4 თვეა შაბათ-კვირის გარდა ყოველდღე უწევს. ზღვარი გავაკეთოთ, თქვათ არის 0-დან 51 წამდე. ანუ ეს პირობა მიკარნახოთ, როგორ ვაკეთებ. პროექტი გადამზადება გაძლიერება, რომელსაც სოციალური მომსახურების სააგენტო ახორციელებს ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისთვისაა განკუთვნილი. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შალვა ვებ ტექნოლოგიების ფაკულტეტზე სწავლობს. ფიქრობს, რომ მომავალი პროფესია დასაქმებაში დაეხმარება. ჩემი მეგობარი დაკისაკრა და იმანას მირჩა და რომ გავიგე როგორი სიტუაცია და იყო ის მომეწონა წამოვედი. რომ მოვიდე სიტუაცია რომ ნახე ძალიან მომეწონა და მაინტერესა. საიტებს ვაწყობთ და არის ძალიან საინტერესო. გამირჩება მართლა ჯგუფში, მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან პატარა ასაკის, ძალიან სწრაფად ითვისებს ყველაფერს, ერთ-ერთი საუკეთესოა ჯგუფში და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი უნარი აქვს იმის, რომ გააგრძელოს მეორე საფეხურსაც და იყოს წარმატებული. და დიდი სურვილი მაქვს ასეთი პროექტი გაგრძელდეს, იმიტომ რომ ძალიან კარგი იქნება ასეთი ბავშვებისთვის. შალვას გარდა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ვებ დიზაინერის პროფესიაზე კიდევ 4 აღსაზრდელი სწავლობს. მომის დავალება ესეთი არის ექსელში გასაკეთებელი და გამოფლებს ვაკეთებ. ანდრი აბაშიძე ჯგუფში ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლეა. ყველა იმ დეტალის შესწავლა, რაც საიტების გასაფორმებლად დაასაწყობადაა საჭირო, მისთვის არც ის რთული აღმოჩნდა. კომპიუტერები ყოველთვის მაინტერესებდა ბავშვობიდანვე და ფიქრობ მუშაობის დაწყებას, იმიტომ რომ მოთხოვნადია რამდენადაც ვიცი. კაი სპეციალობა. სოციალური მომსახურების სააგენტოს პროგრამაში რამდენიმე პროფესიული სასწავლებელი და ბავშვთა სახლია ჩართული. კურსის საფასურის 80% სახელმწიფო, ხოლო 20% UNICEF-ი დაფარავს. დღეს ჩვენი სტუმარი ამ თემაზე გახოთ სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი ბატონი ირაკლი ნადარეიშვილი. ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. დილამშვიდობის. ბატონო ირაკლი, აქ იყო საუბარი სიუჟეტში ახალ პროექტზე, რომელიც ხორციელდება, მის სახელწოდებაა პროფესიული გადამზადება და გაძლიერება, თუმცა სანამ ახალ პროექტზე დავიწყებდეთ საუბარს, მაინტერესებს რა ფაზაშია ახლა დეინსტიტუციონალიზაცია. მე როგორც ვიცი 2005 წელს საქართველოში 46 ბავშვთა სახლი არსებობდა, დღეს ეს რიცხვი დავიდა დაახლოებით არა 5 დიდი ზომის ბავშვთა სახლია მხოლოდ. რა ფაზაშია დღეს ეს პროცესი? და მოდი თან აქვე განვმარტოთ ეს ყველაფერი, ну რა თქმა უნდა შეურაცხყოფას ჩვენ არავის არ ვაყენებთ, მაგრამ შესაძლოა არსებობდნენ ადამიანები, ვისთვისაც ცოტა გაუგებარია და კიდევ უფრო გასაგები რომ იყოს ეს ყველაფერი მათთვის. სიამოვნებით, დეინსტიტუციონალიზაცია ზოგადად ნიშნავს დიდი ინსტიტუციური ტიპის ბავშვთა სახლების ჩანაცვლებას ოჯახური ალტერნატიული სერვისებით. ეს არის მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ეს არის მინდობით აღზრდა. ანუ იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ბავშვები ვიდრე შეძლებენ დაბრუნება საკუთარ ბიოლოგიურ ოჯახებში, აღიზარდონ და იმყოფებოდნენ ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, რასაც ინსტიტუცია სამწუხაროდ საშუალებას არ იძლევა. თქვენი სტატისტიკა აბსოლუტურად სწორია, დღეს არის 5 დიდი ინსტიტუცია დარჩენილი, სადაც დაახლოებით 250 ბავშვია. წლის ბოლომდე ეს პროცესი დასრულდება. 250 ბავშვია ამ ხუთში თლიანობაში. ბავშვთა რაოდენობა იყო 5000 რაყენიმე წლის წინა, დღეს არის 250, ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე დიდი ინდიკატორი იმისა, რომ პროცესი სწორად მიმდინარეობს. წლის ბოლომდე, როგორც გითხარით, დარჩენილი 5 სახლით ჩანაცვლდება ალტერნატიული სერვისებით და ყველა ბავშვი 6-დან 18 წლამდე, რომელიც არის დღეს სახელმწიფო ზრუნველობის ქვეშ. ალტერნატიული სერვისის შესახებაც რა მოგვიყვეთ? ალტერნატიული სერვისი არის მაგალითად მცირე საოჯახო ტიპის სახლი, დღეს ფუნქციონირებს 42 სახლი საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის კერძო სახლები, ინტეგრირებული თემში, აღჭურვილი ევროპული სტანდარტებით, სადაც ცხოვრობს 8-10 ბავშვი, მათზე ზრუნავენ დედობილი, მამობილი.
ისინი არიან სრულუფლებიანი წევრები ოჯახური ატმოსფეროა. ოჯახია მრავალშვილიანი ჩავთვალოთ, რომელსაც ამ სახლებს მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელმწიფო სოციალური მსახურების სააგენტოს სახით ამ შემთხვევაში აფინანსებს ამ სახლებს. ბავშვები დადიან ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში, აქ სრული ხელმისაწვდომობა სამედიცინო მომსახურების და ყველა იმ სოციალური აქტივობის, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვი აღიზარდოს სრულყოფილ წევრად საზოგადოების. თქვენ ახსენეთ ის შემცირება რიცხვის 5,000-დან 250-მდე, რა თქმა უნდა ეს შედეგი არსებობს, თუმცა მე მაინტერესებს მეორე მხარე ამ შედეგის. თუ ახდენთ მონიტორინგს შემდგომში უკვე როგორ განვითარდა ამ ბავშვების ცხოვრება და სიტყვაზე ან ესეც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტი, რომლითაც დაკავებულია სოციალური მომსახურების სააგენტო და ამ შემთხვევაში ეს ფუნქცია ეკისრება სოციალურ მუშაკს. დღეისათვის ყავს 250 სოციალური მუშაკი, რომელიც არის გადამზადებული საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. მათი ფუნქცია არის როგორც ინდივიდუალური გეგმების შედგენა პირველ ეტაპზე თითოეული ბავშვისათვის, რათა მათი მომავალი განვითარების გეგმა დაიდოს. შემდგომ ეტაპზე, როდესაც ბავშვია დაბრუნდება ან საკუთარ ოჯახში, ან მინდობით აღზრდაში, ან მცირე საოჯახო ტიპის სახლში, მისი ფუნქცია არის, რომ განახორციელოს მონიტორინგი ბავშვის უფლებების, მდგომარეობის, მისი განვითარების და ზოგადად მისი ყოფის შესახებ. რაც შეეხება უშუალოდ პროექტს პროფესიული გადამზადება და გაძლიერება, რომელშიც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და გაეროს ბავშვთა ფონდი UNICEF-ი გეხმარებათ. რა ეტაპზეა ახლა ეს პროექტი, როგორც ვიცი, პილოტური პროგრამაა. ხო, ანუ გარკვეული ფაზები არსებობს ნებისმიერ რეფორმაში და დღეს ვიმყოფებით იმ ეტაპზე, როდესაც, ასე ვთქვათ, პრინციპში დეინსტიტუციონალიზაცია დასრულებით ფაზაშია, ამიტომ დავისახეთ უფრო რთული მიზნები და ვთქვათ, ახალი ამოცანები, რომელიც გულისხმობს იმას, მოვამზადოთ ბავშვები მომავალი ცხოვრებისთვის. კონკრეტულად როგორ ხდება? სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ აუცილებელია, რომ ასეთ ბავშვებს ჰქონდეთ გარკვეული ან პროფესიული ჩვევები, ან გარკვეული ტიპის განათლება იმისათვის, რომ დამოუკიდებელი ცხოვრება შეძლონ. 18 წლის ხდება ბავშვი და ისტოვებს სახლს. ამიტომ შემდეგ რა ბედი ეწევა მას, ანუ ამიტომ სხვადასხვა კომპონენტები პილოტურად დავიწყეთ იმისათვის, რომ ეს ბავშვები, როგორც გითხარით, მოვამზადოთ მომავალი, ასე ვთქვათ, ხო, დასრული ცხოვრებისთვის. ერთ-ერთი რომ მომზადებული შეხვდეს აი სრულწლოვან ასაკის ხვარს და შესაბამისად შეძლოს თვითონ. ერთ-ერთი იდეა, რომელიც გაგვიჩნდა, იყო გამოგვეყენებინა ის ძალიან კარგი რესურსი, რომელიცაა განათლების სამინისტროს პროფესიული გადამზადების ცენტრების საშუალებით და შედგა სამხრივი შეთანხმება ჩვენ სააგენტოს, განათლების სამინისტროს და გაეროს ფონდს შორის. გარკვეული ძირითადი ნაწილი ამ სწავლების ფინანსდება სამინისტროს მიერ, დანარჩენ ნაწილს ფარავს გაეროს ფონდი და გამოგვიყვეს კვოტა, რომელიც, ასე ვთქვათ, არის კონკრეტულად ამ ბავშვებისთვის გამიზნული და შარშანდელი სასწავლო წლის დაწყებიდან პირველი, ასე ვთქვათ, ჯგუფი ბავშვებისა დაიწყეს გადამზადება და საკმაოდ წარმატებულად მიმდინარეობს. შესაბამისად, შემდეგ ეტაპებზე, უკვე შემდეგ სასწავლო სემესტრებზე და კურსებზე ჩვენი მედი გვაქვს და მუშაობთ იმისათვის, რომ გაცილებით მეტი რამდენი ბავშვი ხო შარშან ეს ყველაფერი და წელს როგორია? 50-მდე ბავშვი გადის ახლა გადამზადებას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რამოდენიმეჯერ გავზდით ამ რიცხვს უკვე. რაოდენობრივად შეზღუდულები არ ხართ, ანუ რამდენი მსურველიც იქნება, იმდენი დასაქმდება. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი და ჩაირიცხება უფრო სწორად. და დასაქმებაზე გიორგის შეკითხვა. ისიც კარგია, რომ მე როგორც ვიცი, განათლების სამინისტრო კიდევ ერთ პროფესიული გადამზადების სახლს აშენებს და ალბათ უფრო კარგია თქვენთვისაც, რაც უფრო მეტი იქნება, ხო? ეს პროცესი რამდენთაც მე მაქვს ინფორმაცია არის მუდმივად გრძელდება, იხსნება არა მხოლოდ ახალი კოლეჯები, არამედ ემატება ახალი ფაკულტეტები, ახალი დისციპლინები და საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი ბავშვებისთვის სხვადასხვა პროფესიის მათი სურვილის შესაბამისად. რა თქმა უნდა, ისინი თვითონ წყვეტენ რომელ პროფესიას სურთ რომ დაეუფლონ. და კიდევ ერთი პროექტის შესახებ, რომელსაც ვქეთ ჩემი მეგობარი, ნუ აქ ალბათ კი რა საუბარი იმაზე, რომ მცირე საოჯახო ტიპის სახლებს ყავდეთ თავიანთი მხარდამჭერი მეგობარი კომპანიები, რა არის ამ პროექტის მიზანი? ეს არის ბავშვების დასაქმება თუ პირველ ეტაპზე გარკვეული სხვა მიზნები გაქვთ ასა? ყველაფერი ერთად. ეს არის ერთ-ერთი ასევე ახალი სოციალური პროექტი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორი იყოს ჩართული ამ ბავშვებზე ზრუნვაში, არამედ ბიზნესი და ზოგადად საზოგადოებაც. შესაბამისად, ჩვენ შევთავაზეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, რომ დაუმეგობრდნენ თითოეულ ესეთ სახლს.
და აქ არ არის თქვათ რაღაც ფინანსურ ვალდებულებებზე საუბარი, აქ არის ბავშვების სოციალურ ინტეგრაციაზე, ანუ მარტივი აქტივობებით ამ ორგანიზაციებს შეუძლიან რომ ბავშვებს ხელი შეუწყონ განვითარებაში, თუნდაც დამატებითი თქვათ განათლების საკითხებში ჩართვით ან სოციალურ დაიწყო უკვე თანამშრომლობა თუ რა თქმა უნდა. და დასაქმებულები არიან ბავშვები? დასაქმებულები მეგობრობენ ანუ. კი, მეგობრობენ და არის ასევე ცოტა გრძელვადიანი გათვლაც იმისა, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, როდესაც კონკრეტული ბავშვები მიაღწევენ ასევე სრულწლოვანებას, ორგანიზაციას და ბავშვებს შორის იქნება ჩამოყალიბებული ნამდვილად მეგობრული ურთიერთობა და სახელიც ამაში მდგომარეობს ამ პროექტის და ფიქრობთ, რომ ეს ორგანიზაციები გარკვეულწილად იზრუნებენ ბავშვების მომავალზე სხვადასხვა მიმართულებით განათლების, დასაქმების. რა თქმა უნდა, მაგალითად რამოდენიმე ორგანიზაციამ უკვე გამოთქვა სურვილი, რომ მათი ბიზნესის, ასე ვთქვათ, შინაარსი კარგად გააცნონ ბავშვებს, დაათვალიერებინონ მაგალითად წარმოება, თუ ვინმეს ექნება სურვილი 16 წლის ბავშვს, ვთქვათ, უკვე მიიღოს მონაწილეობა გარკვეულ სტაჟირებებში და ხო, ეს არის თავარი, რომ ამ კუთხით დასაქმნას. ასევე კიდევ ერთი ძალიან საინტერესო მხარე აქვს ამ ყველაფერს, ევროპული გამოცდილებაც სავარაუდოდ და ზუსტად ვიცი რომ ასეა, როდესაც საუბარია ბავშვებზე, რომლებიც არიან მისვაფარი და გარკვეული პრობლემები აქვს, მათ ექნება შემდეგ თავთან გარკვეული კომპლექსები. თუ ხდება თქვენთან მუშაობა ფსიქოლოგების მიერ ამ ბავშვებთან, რომ მოხდეს ინტეგრირებისთვის, ალბათ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია, ხო ეს ფაქტორი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის რომ ბავშვები ცხოვრობენ ოჯახურ გარემოში, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ ისინი არაფრით განსხვავდებოდნენ მათი თანატოლებისგან, რომლებიც საკუთარ ოჯახებში ცხოვრობენ და მეტიც მინდა გითხრათ, რომ მათი საცხოვრებელი პირობები და გარემო, რომელიც თითოეულ ასეთ სახლში არის, მცირე საოჯახო ტიპის სახლზე ვსაუბრობ, როგორც წესი გაცილებით უკეთესია, ვიდრე ყველა მათი მეზობლის, იმიტომ რომ ჩვენ ვცდილობთ, რომ შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული და ევროპული სტანდარტი ნამდვილად კარგი ტერმინია იმისათვის, რომ შევაფასოთ ამ სახლების, ასე ვთქვათ, შინაარსი და ასევე ინფრასტრუქტურას. ფსიქოლოგები, რა თქმა უნდა, მუშაობენ, მე როგორც გითხარით, სახელმწიფო გააკეთა დელეგირება ამ სახლების მართვის, აღმზრდელები არიან დატრენირებული ევროპული სტანდარტებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ჩვენ გვაქვს დაწესებული უბრალოდ მინიმალური სტანდარტი, რომლის მონიტორინგს ვახორციელებთ. სხვადასხვა ვერკეტებით, მათ შორის სოციალური მუშაკი მუშაობს ბავშვებთან. რა თქმა უნდა, არიან ფსიქოლოგები, რომლებიც მუშაობენ ბავშვებთან და ყველა ის კომპონენტი, რომელიც საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვი, ასე ვთქვათ, აღიზარდოს კიდევ ერთხელ სრულფასოვან წევრად და აქ არ არის მარტო ვთქვათ, გარკვეულ კომპლექსებზე საუბარი, არამედ ბევრი სხვა პრობლემატიკა არსებობს, რომელზეც ეხა უბრალოდ ვერ ჩავღმავდები. ეს ყველაფერი არის მოცული და ეს ყველაფერი არის შეკრებილი ერთ ადგილას იმისათვის, რომ ეს ბავშვები განვითარდნენ სრულყოფილად. და ისე პროექტს დაუბრუნდები, ძირითადად მაინტერესებს ბავშვების მხრიდან რა დისციპლინებზეა ყველაზე მეტად მოთხოვნა შარშან ან თუნდაც წლევანდელი მონაცემებით? საკმაოდ მრავალფეროვანია, როგორც გითხარით, არჩევანი და ბავშვების მიდგომაც, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანია. მაგალითად თუ დააკვირდით, რამოდენიმე დღის წინ იყო სიუჟეტი, დიმიტრი ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ეუფლება რესტორნის მენეჯერის პროფესიას. არის ძალიან დიდი დაინტერესება ტურიზმით, არის ძალიან დიდი დაინტერესება სხვადასხვა ეკონომიკური, ასე ვთქვათ, დისციპლინებით. საკმაოდ ნიჭიერი ბავშვები არიან და მე ძალიან ბევრი ესეთ ბავშვს ვიცნობ, არა მხოლოდ მათ, ვინც მონაწილეობს ამ პროგრამაში, არამედ ზოგადად ვინც არიან სახელმწიფოს მდგომარეობის ქვეშ, ძალიან ნიჭიერი ბავშვები არიან, როგორც ვთქვათ, მეცნიერების და სხვადასხვა დისციპლინების კუთხით, ასევე ხელოვნების ძალიან ბევრ დარგში და ძალიან მნიშვნელოვანია და საჭიროა, რომ ამაში ხელი შეუწყოთ იმისათვის, რომ ეს ნიჭი განვითარდეს მათში და მომავალში გახდეს პროფესია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არა მარტო მათთვის იქნება სასარგებლო, არამედ მთელი საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ცნობილი ადამიანი გაიზრდება ამ ბავშვებიდან. ძალიან დიდი მადლობა წარმატებისთვის, წარმატება გვინდა გისურვოთ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებ და მნიშვნელოვანს რაც თავარია. დიდი მადლობა. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ჩვენს ეთერში ახლა რეკლამის დროა და სულ მალე დაგიბრუნდებით.